რომელი smart საათი ვიყიდოთ 2025 წელს? ბევრს აინტერესებს ეგ კითხვა და დავიწყებ იქიდან. თუ გაქვს Apple და iOS-ზე გინდა, გაქვს ორი არჩევანი. უნდა იყიდო ან Apple Watch-ი, ან უნდა იყიდო Huawei GT5 Pro. ეს არის უნივერსალი, მიდის როგორც iOS-ზე, მიდის ესევე Android-ზე. ეს ორი საათი, რომელიც ძალიან მომწონს, რაც შეეხება, ეხლა დავიწყოთ იქიდან. ეს არის ახალი მოდელი, ეს არის Watch კლასიკი, ultra ვავიღოთ ძველი, ultra კაია. ამაზე ცოტათი დიდია, ელემენტი ცოტა მეტი აქვს, მაგრამ აქ აყენია ახალი სისტემა, ელემენტი პლუს-მინუს ერთნაირი აძლევს და ხელზე ბევრად ლამაზია. ასევე, Ultra 2 გამოვიდა და Samsung-ის და ძალიან სამასხარავეთია. გააკეთეს ის, რომ 32 ქონდა მეხსიერება და გახადეს 64. მორჩა. და ლურჯის სამაჯური აქვს ხვანაირი და ალბათ 1-2 ჯერი ეღირება. Samsung-ი და Apple მიდიან თითქმის ერთი მიმართულებით, წლიდან წლამდე არაფერი დიდად არ უმჯობესდება საათში. Huawei კიდე არ არსებობს Huawei-ის ერთნაირი მოდელი ნახო. სულ განსხვავებულია. ეხლა გამოუშვა Watch 5, ოღონდ ეს ყوارი GT5 Pro, ის არის უბრალოდ Watch 5. ეს უფრო ამოწეული აქვს, შუშა უფრო მგვალია, ძალიან ლამაზია. ელემენტი აქვს ამაზე კიდე ბევრად დიდი. 870 ჩაუდეს 500 რაღაც მაგივრად. მაგრამ ვერ გავიგე რატო, ეთყობა ანიმაცია, სხვანაირია, რა აქვს დამატებული. 2-3 დღე ძლებს. ეს ძლებს მინიმუმ 1 კვირა, 10 დღეც გაუძლია, მაგრამ მე ყველაფერი ჩართული მაქვს სოციალური ქსელი, ვარჯიშებზე თუ გამოვიყენე GPS-ი, თავისივე ჩაშენებული რუკა აქვს, რითითაც დაღბი ხარ და GPS გინიშნავს, ეგრე ყოფნის 3-4 დღე, მაგრამ 1 კვირა მყოფნის თავისუფლად. სადმე რომ მივდივარ, დამტენიც კი არ მიმაქვს და ეს არის ყველაზე დიდხანს თან საოცრად ლამაზე ხელზე განახებთ, ძალიან პრემიუმ ხარისხია. მთლიანად ტიტანია, შუშა აქვს საფირის, რომელიც არ იკაწრება, აქ კერამიკა და პირველი Huawei იყო ეს დაივინგისთვისო შეიქმნა, რომ წყლის ქვეშ შეგიძლია იყვინთავ, რაც გინდა აკეთო, არაფერი არ მოსდის. ძალიან კაცური საათია, ძალიან ლამაზია და საათს აქვს ყველაფერი. დავიწყოთ ეხა ამის მინუსები, ამის პლუსები და ასე შემდეგ. ამას აქვს მინუსი ის, რომ ამით ვერ გადაიხდი. არა გადახდა, რაღაცები შეგიძლია იჩალიჩო, მაგრამ მაინც ვერ გადაიხდი რა, ისე როგორც საჭირო. ვერც Samsung-ი ვერ იხდის დიდად გავგიჟდი, Apple-ის საათი რო იხდის, ეგრე მაგრა არ იხდის არაფერი. ასევე, თავისი Harman OS-ი აქვს ამას, რომელიც თავისი აპლიკაციით უკონექტდება და Google Play-დან ვერაფერს ვერ გადმოწერ. რა ვიცი, მე საათში დიდად არაფერი არ მჭირდება, მაგრამ ციფერბლატები აქვს საოცარი. ეს ფასიანია 3 თუ 4 евро ღირდა. და ამას ბევრი უფასო აქვს, ასევე ფასიანიც, მაგრამ ციფერბლატებში უბრალოდ ძალიან ჯობია Huawei. იმხელა არჩევანი აქვს, რა თქმა უნდა ფასიანია, მაგრამ იყიდი ერთხელ და გააქვს რა. 1 კვირა ყოფნის ელემენტი, მთლიანად ტიტანი, საოცარი ხარისხი და ამაზე კაცური საათი, თან მე მიყვას, ოდესაც საათი გავს საათს და საოცრება. ეხლა დავიწყოთ ამას, ვითომ ეკრანი უფრო ისა აქვს 1000 ნიტი აქვს და ამას 1200, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რო გითხრა რამე შეატყობ თქო დაჟე ამის ეკრანი რაღაცა, ეს ხო ჩაზნექილია და ეს არა და უფრო მელამაზება რა. არ ვიცი, გემოვნების ამბავია. ეხლა ამას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა უფრო ფუნქციონალურია, ელემენტი რა თქმა უნდა უფრო ნაკლებ ხანს ყოფნის, 3 დღე, მეტი არა. ესეც ტიტანის არის, ასევე შუშა აქვს საფირი, მაგრამ უკან რა თქმა უნდა დავზოგეთ და გაუკეთოთ პლასმასი, რა გვინდა კერამიკა, როგორც ამას გეგონება ძალიან გააძვირებდა. ხა ვიღაცა იტყვის, რომ ამ მნიშვნელობა კერამიკა პლასმასი ძალიან დიდი მნიშვნელობა ხელზე რო გიკეთია, სულ სხვა შეგრძნება, როდესაც კერამიკა პლასმასი მაინც რაღაც. ეხა აქ
გარედან რაღაცა ტყავია, ოღონდ რა თქმა უნდა ნატურალური არა და აქ სილიკონია. მართალია, კაი სილიკონია, მაგრამ ტიტანის სამაჯოს არაფერი არ ჯობია. გინდა ზამთარში გაიკეთე, გინდა ზაფხულში, ანუ ერთ ტემპერატურაზე რა, არ ცხელდება, ზამთარში კიდე ცივი არ არის და ძალიან მაგარია რა. ეხლა რაც შეეხება ყველაფერი აქ ამასაც, იმასაც, ეს პულსი გაზომა, ის სისხლის რაოდენობა გაზომა, სატურაცია, ყველაფერს ზომავს, წნევასაც ზომავს, საათით გაზომილი წნევა მე რა ვთქვი. ამას კაი რაც აქვს დამატებული Gemini აქვს, Samsung-ის მიაწვევი უბრალოდ კნოპკას, ეტყვი Gemini SS და ძალიან მოხერხებულია, იმიტომ როდესაც სადმე მიდიხარ და რამე გინდა, კითხავ, გეტყვის, მარშრუტ შეგიდგენს და რაღაცა. ფუნქციონალი ჯობია Samsung-ი, მისი მაინც უფრო შეკვეცილი სისტემა და იმიტომ ყოფნის ამდენ ხანს, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია. მე ორივე მომწონს, ორივე დავიტოვე და ორივეს ვიხმარ, მაგრამ ანუ აი Huawei არის ჩემი ფავორიტი, როგორც ყველაზე ლამაზი საათი და რომელიც აი ძალიან დიდხანს ძლებს. ეხლა ორივეს ერთად გავიკეთებ და განახევ და თქვენ თვითონ შეაფასეთ, აბა რომელი ჯობია. რა ვიცი, მე მგონი რომ მაინც მე Huawei-სკენ ვარ. ეხლა ამის ახალ მოდელს იმიტომ არ ვიყიდეო, არ ვიცი ელემენტი რატო ისე ძალიან ლამაზია, ეს ამოწეული შუშა ძალიან უხდება. დღეს ვიღაც, აი არ ვიცი, უბრალოდ ამდენი ფოლოვერი საიდან ყავთ, ვიღაცა რუსის მიმოხილვას უყურე, რაღაც 800,000 გაუნწერი ყავდა და ესო Huawei-მ ამოწიაო, პირიქითო ცდილობს ხალხიო დაბლა ჩაწიოსო და საფირი შუშაო არ იკაწრებაო, მაინც აი ადამიანი წერ მიმოხილვას და საფირი რო არ იკაწრება, პირველად გაიგე. ეგეთი ხალხია, ვინც მე მიდის Apple Watch-ებზე და ეგეთ საათებზე და ეგეთ საათებზე აკრავს, ბევრი შემხვდაო, ბრონი მიკრია, რა ბრონი გიკრია, საფირია არ იკაწრება. ალმასის გარდა არაფერი არ გაწრავს. შეიგძენია ის ეკრანი, რატო უნდა დააკრა? ან კიდე ტელეფონის კამერებს ვაკრავენ, საფირი არ იკაწრება. არ ვიცი, ეგეთი ხალხი არის, რაღაც ესე დაბოლებებით, რაღაცეები და არ ვიცი, ბევრი გავამწერებით რა. ეხლა ამაში და ულტრაში არჩევანი არის ვის რომელი მოწონს. ამისი კიდე ეს ბეზელიო დააბრუნეს, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამით ატრიალებ, მენიუში შედიხარ, ვისაც გიყვართ ეს ბეზელი, დაბრუნდა ამაში. ულტრას არ ქონდა. ულტრა დიდია უფრო, ელემენტს კიდე ვერ გეტყვი უკეთესია, იმიტომ რომ ამას რახან ახალი სისტემა აქვს, ჯერ არ მოსულა ულტრაზე, ეს ხელოვნური ინტელექტები რაღაცები დაემატა, ასევე ბატარეას თვითონ ზოგავს და ანუ ბევრად კარგია რა მოსახმარა და პლუს მინუს ერთნაირია. რაც არ უნდა იყოს საათი, გინდა Samsung-ი აიღე, გინდა Apple Watch Ultra აიღე, 2 დღე ღამე თუ გათიშავ 3 დღე ყოფნის. ეგ არის მაქსიმუმ. იმის იქით არ. ერთადერთი Huawei-ა, რომელსაც ყოფნის ამდენი ხანი და არ ვიცი, საოცრებაა რა. ეხლა ვფიქრობდიო, მეთქი Huawei ეს დიდი ხანია მაქვს, რამე სიახლე მინდოდა და ესეც მომწონს და ორივეს დავიტოვებ რა. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ Huawei იყიდეთ, გინდათ Samsung-ი იყიდეთ, ორივე ძალიან კარგია. თუ გინდა რომ უფრო ესე კაცრუიძე იყოს, ელემენტი უკეთესი ქონდეს, ასევე Apple-ზე გინდა, Samsung-ზე გინდა, ორივეს უკავშირდება, არის უნივერსალი, ყველაფერს უკავშირდება. როდესაც Samsung-ს ყიდულობ, იციო მარტო Android-ზე იმუშავებს და მეტი всё. ასე რომ თქვენ გადაწყვეტეთ, პლუს მინუს ერთი ფასი აქვს, 1200 ეზღირს და 1100 ეზღირს, ასე რომ ფაში დიდი სხვაობა არ არის და თქვენი გადასაწყვეტია, რომელს ეკეთით.